დღე მშვიდობის. დღეს ძალიან გაიწელა დღე. მე ძალიან ბევრჯერ მithქვავს, რომ დღის მანძილზე, როდესაც მზე არის, ვარ სულად მკვდარი. აუ კიდე შევახერე. ვერაფერს ვერ ვაკეთებ. საერთოდ ვერაფერს. ვერ ვაკეთებ არა, არ ვაკეთებ, არც სურვილი მაქვს, არც განწყობა და არც არაფერი. ცოტა რაღაცები გავავთოვე, ცოტა კიდე დამჭა აქ რაც არის. ხო, მაგრამ ისა. არაფერს გაკეთების თავი და ნერვი და სურვილი არ მაქვს. შიგნით ოთახი იზრატოა და კეთილი. ერთადერთი რაც გავაკეთე დღეს, ეს იყო, არა, ერთადერთი არ გამიკეთები, რაღაცა გავაკეთე ბევრი რამე. მაგრამ თქვენთვის რო აქმედო ტახტი ესე, ამიტომ რაღაცა ვერ წაუმყუდროა მაგან და ლიმონისო აქ დავტოვე. კატების ქოხი ავაწყე. შიგნით რბილია და როცა ინდომებად შევლე. ამაზე დავდე ყვავილი, აქაც. აქ დავდე ნინო. მოკლედ გავწმინე, გავასუფთავე ტახტი, გადასაფარებელი გავრეცხე და რაღაცა ესე უფრო თუმცა მოვამყუდრო. აი ეს ხელოვნური ბალახები რო გითხარით, ხო იცი ბალახები კი არა. ღობეზე როა ხოლმე ბალახების სიტუაცია, აი გმინდა, აი აქ გავაკეთო. აი ამაზე რა. აუ სარეცხი ამაზე არ გაგეწვიდეთ რა. ისეთი მზე იყო, რომ მინდა რომ ბალე მავიღო და ის ვქნა, ამიტომ აი რაც არ გამიკეთებია, ეგ გავაკეთე და ამებზე დავკიდე და მზე მანდაა და ძალიან მალე გაშრება რა მოკლედ. ეხა იმდენად მომბეზრდა უაზროდ ჯდომა, უაზროდ წოლა. საჭმელი ორჯერ გავაკეთე და მე მგონი ორჯერ შეჭამეს. სავარაუდოდ კიდე უნდა დამჭირდება მაგის გაკეთება რამის. დავაპაუზე 2 წუთით. რაიმე, სად არის ჩემი გრილი ამინდები, სად არის ჩემი ამინდები, რომელიც იყო უკვე და ეხა გავიდა და წავიდა. სად არის? აი, εν რაოდენობის დრო მაქვს, არ მაქვს დრო, როგორ არა მაქვს დრო. და ვფიქრობ, რაზე გავანაწილო, მაგრამ რაზეც არ უნდა გავანაწილო, საერთოდ ვფიქრობ, რომ არ მინდა იმ რაღაცების გაკეთება. ანუ წესასრუტი მაქვს ჩასართავე. და გამოვწმინდო კიდეც, მინდა რომ მტვერი ავიღო. ეგ თამაშგარე რა, ანუ მაგრამ აი არ შემიძლია, მგონია რომ იკიდია ცეცხლი. ვერ სუნთქავ, ვერ ვაზროვნებ. ხო, მე რადგან ეს ვიფიქრე რომ კაი გადავიტან საღამოს კეთო. მე თვითონ ამ დროის ფუჭად გატარება რო დავიწყე, ანუ რაღაცა გადი, გამოდი, გადი. აუ მაგაზე მეშლება ხოლმე ნერვები, იმიტომ რომ ვფიქრობ იმას, რომ მაქვს დრო, მაგრამ ვერ ვიყენებ. ვიყენებ აი ესე რა, კარგად. შედეგი რო გქონდეს იმ დღეს. რაღაცა რო დატოვოს იმ დღემ. ვერ ვაკეთებ ხოლმე. ჩემ თავზე მეშლება ნერვები თუ სხვაზე რა, მაგრამ ფიზიკურად ხელფეხს მიკრავს ეს მზე. ამიტომ სანამ გადავა და წესასრუტის ხალისი დამიბრუნდება, როგორც რავი, თემურა რომ მოვიდა ხო გახსოვთ და ჩამომივიდა სილიკონის ყალიბები, მოდი დავტესტოთ ერთ-ერთი ყალიბი დათუნიეს ყალიბები. ან თუნდაც ორივე. მაღლა არის, ოღონდ დამავიწყოთ ჩამოიტანა. ხო და უბრალოდ დავტესტოთ როგორი გამოვა. ეხლა მე უნდა ნინოს ვკითხო, ჩემ ტორტების ნინოს. სად ყიდულობს ხოლმე ფერებს. რაღაცები მაქვს შემორჩენილი, მაგრამ მინდა მწვანეც, მინდა საკვების აღებავის ფერებს რა. აი, ეხლა აი სად მიახლომა. ან რო წავა ვეტყვი რა ფერებიც მინდა. ან რა ვიცი, მოკლედ ფერები მინდა. და ფერები მინდა ჯერ არ ვიცი. ყავისფერი მინდა.
მოკლედ, ჯერ გავაკეთოთ და ვნახოთ, იმიტომ რომ საკვების აღებავები დამჭირდება აუცილებლად. და გავადროთ ახლა თეთრი შოკოლადი მაქვს, მაშინდელი ნაყიდი და საყინულეში მიდევს, არ გაფუჭებულა პირობას გაძლევთ. ხო და მოკლედ დავტესტოთ და ვნახოთ რა იქნება და რა არა. ესენი არ გამომივლია, ამიტომ ახლა მე კამეებსაც გამოვავლებ, მოვამზადებ და რაოდენობა არ ვიცი, რამდენი უნდა გავადნო, რო აქ ჩავასხა, მაგრამ რა ვიცი გავადნო. ხო, ესა თეთრი შოკოლადი ვადრობ, ანუ ცხელი წყლის ეგრეთ წოდებული აბაზანას თუ ორთქლის აბაზანას თუ რაღაცას რო ეძახიან, მაგაზებდებ რკინის პატარა ჭიქა მაქვს, კრუშკა. მაგაში ვიყარ შოკოლადებს, მაგრამ იცოდეთ რომ თეთრი შოკოლადი არ დნება. მასე არ დნება. ამიტომ პატარა საიდუმლოს უშვები, რომელიც ნინოსგან ვიცი, ამიტომ არ მაქვს მე მგონი მაგის გამხელისუფლება, ამიტომ მოდი ჩემთვის დავიტოვებ. ანუ რო გადნეს სხვა რაღაც ჭირდება. იმიტომ რომ აი ეს ცადეთ თეთრი მონეტები არ გადნება. ეხლა როგორ ჩემო ჩვენი არ დნება? აი შოკოლადი ხო გაგიდიათ ორთქლზე და რაღაცა შავი ჩვეულებრივ რაღაც ეგ არ დნება. მოკლედ დავიწყოთ გამზადება. გავამშრალოთ ახლა გარედან და შიგნიდან როგორ უნდა ვქნა. ვიცოდი, საერთოდ თავს ვეცავ. იმედია წყალი არ დარჩება, იმიტომ წყალი არ უნდა დარჩეს წესით. მე შენ მიდი გამოიღებ არემ საყინულეში ისა, ხო იცი. ყურების ადგილი კარგად გამოვამშრალოთ. მაგხელაზე საერთოდ არ ჭირდება გამოვიტყნავთ. დადიახ. დაშადანაყარ. კატები არიან ამოწყვეტილები, რომ იტყვენ ისეს ძინავთ. ეს გავაშროთ. აი ელემენტარული. ხო არ არის, რა ქვია, აი დრო ხომ მქონდა აი მთელი დღის მანძილზე და ვიდეოს ჩაწერაც რა უნდა ხო ვიდეოს ჩაწერას წესით თვითონ ბევრი საზრით რა უნდა არის ვიდეოს ჩაწერაზე, მაგრამ ეგრე არ არის, თუ რა უნდა, აბა ადექი და ჩაწერეთ. არავის არ ვამადლე, იმიტომ რომ მე მინდა და მევწოდე. მაგრამ არის ხოლმე ეგ გამოხტომებით, რომელსაც არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ სადღაცას ვიტყვი ხოლმე რა შიგადაში. ეხლა მე დავდგავ ამასობაში, მედია გაშრა, გამოშრა რა ვიცი წესით. დავდგავ წყალს. ამით აი ესე ჯობია. წესით რა აინთოს. როგორც მოკლედ ეს მზად გვაქვს, აი აქ დაგსვათ თქვენ. ცოტა რა ვიცი, რატოა დაყირავებული. ანუ მინდა რომ იმის ღილაკს, რა ქვია, გამორთვის ღილაკს ედება ეს შტატივისთვის და არ მინდა რომ ეგ ისქნას რა. აქ გვჭირდება ჭიქა, რომელიც წესით სადღაცას უნდა იყოს. ნინო, რკინის ჭიქა სადა? აი, ეს არის ძველებური ძველის ჭიქა, ვის გეცნობათ და ვის გაქვთ სახლში ესეთები? ეს
ეს არის მაგნოლიიდან წამოღებული კოვზი, უბრალოდ იმის მე მაგნოლიაში არ ყოფილა რომ უკან დავაბრუნო. და მაქვს ასეთი მონეტები. თეთრი შოკოლადის, აი ეს და საყინულეში არის რამდენი ხანია. ეხლა რაოდენობრივად რამდენი მჭირდება არ ვიცი, ამიტომ რა ვიცი ჩავყაროთ რა. სხვადასხვა ის ვარდების ის რო გავაკეთე. მეგონა რომ ბევრი დამჭირდებოდა და ამ თლიანობაში ალბათ 5 მონეტა დამჭირდა, იმიტომ რომ ანუ ვიზუალურად იტყვი რომ ვაიმე რა თხელი და რა პატარა, მაგრამ კარგად ავსებს ყველაფერს. ეხლა ამორს ყველა ვარიანტი შეყოფა და აი ეს ცოტა დიდი დათუნია და მაინტერესებს რაც. და აუ პარკიც დავტესტოთ, რამდენად ჩადის თემოზე ნაყიდი. ეხლა იცი რა არის, ეხლა ის რო ჩავყარო, მე ის ჯადოსნური ის რასაც ვამატებ. ახლა შეედება გოგო. გაიხარ, ეს იყოს. ეს საყინულეში გავუშვათ. მე ამებისთვის თუ დავიწყე კონტეინერებსაც შევიძენს და კიდე ის რომ საყინულეც გვაქვს, ანუ სადაც მარტო ეს რაღაცებს ნაშვებით ხოლმე. ეხლა ქვები ცოტა გაციე გამოწიე და ეგ რაღაცა ცოცხლი აკრიფე, ისე რომ აქეთ-იქით არ გადავიდეს. ეგ ქვები გარიცხილები მათ მელაკა გაციე და ეგ სულ ბოლომდე აიღე ეგ შავი. ეხლა მოდი გავადნობ ამასობაში. თან მინოზის იქა, აუ ეს გადმოვიდო წყალი თუ აკადნო. აი პატარა ბავშვს რო აქცევ ყურადღებას ნინოის ზის და მოკლედ ჩასხმის პროცესში დაგიბრუნდებით. აი ესეთი მოქმედი გაქვს და ჯერ არ მგონია, მაგრამ დაგლობა დაიწყო. ნახოთ, ძალიან მაინტერესებს. აქ შუქს ავანთებ, მე მგონი შეგვიძლია რომ აქ ავანთებ შუქი, ოღონდ ჯერ შავი და გამწოლი უნდა ჩავთათ. მოვიდა მაგისი დრო. გადმოვიტან ერთი წავი დავასმა ფიცარი. მოდი მე სხვა ფიცარს გამოვიდა და მოვიღე. რომ ამაზე დავდო მე თუ რა ვქნა არ ვიცი. მოკლედ, ნინო. გავიდა და ჩაცხლის ყურება უნდა და საწავიდა. ნინო. არა. არა უშავს. თუ მოვიდა, ხო მოვიდა, თუ არა და სხვა ხო გავაკეთებ კიდე და მოკლედ არ გეგონოთ რომ აი მაგიტო არ მინდა ხოლმე ეს შტატივი რა მაგიტო აქ იყავით განათებაზეც ეტყობა როგორც ხელა და აი მართლა ვიყრან თავს ძალას ვატან რა რომ ისავქნა მოკლედ აქ მაქვს ჯამით წყალი და წყალში არის ეს შოკოლადი იული არ არის ამისი გადადობა უყოდ მართლა, იმიტომ რომ აი ხაც რაღაცა კოშტები აქვს. მაგრამ მე რადგან საცდელად მინდა თვითონ გაზიც არ მადლებდა მაგის უფლებას, რომ დიდხანს გავჩერებულიყო, იმიტომ რომ ცხელა სული შემეხუთა ხალხს. არის რომ აღებ მე ხოლმე არ მიყვარს უზევრო თუ შემულე, მაგრამ იმ უბედურებსაც ეს ცხელა. მოკლედ ასე მიწევი თქვენთან ახლოს, რომ კარგად გამოჩნდეს. ეს არის დიდი, ეს არის პატარები და ჯერ ვწვდი პატარაში. ნახოთ. დიდი კოძი ხო რა ვიღო შემთხვევით, რა სიტყვით თქვენ. თან არ მიყვარს ხოლმე კიდე რომ მაგალითად რაღაცას რო აკეთებ ხოლმე და აი ადგილზე რო არ მაქვს ყველაფერი მოტანილი მაგალითად და რაღაც დამჭირდება და ავდგები რაღაცა. ამიტომ მოდი ცოტა დიდ კოვსაც მოვიტან. მაგალითად ცოტა ხრმა კოვს და
რაღაცაც მომხერ ცოტას, იმიტომ რომ შეიძლება დამივიდეს, არ ვიცი ზუსტად. არ ვიცი ეს რა სიძავს. გაცხელდეს თვითონ კოზიც, რომ არ მოხდეს მალე გაციება. სუნი ძალიან კარგი აქვს. ამაზე წინაზე შეუვურია საღებავები და მივხვდი რომ ანუ საღებავი არ უნდა შეურიო, საღებავი კი უნდა შეურიო, მე უნდა მოხატო. აუ დავიწყოთ. ნერვიულობ ცოტა არ იყოს. ამის მერე თავს პირობას ვაძლევ, რომ თვალშეს როცა ვიღებ. და ჩავასხა ძალიან რა ვიცი სწრაფად, ალბათ. ეხლა ეს უნდა დავდო და აი ესეთი მოძრაობით თქვენ არ იცით რა ცოტა ჩავიდა. აი, ნახე. ამოვიდა ის. აგი ბუშტი ამოვიდა. ანუ სადღაცა სიცარიელე იყო. მედია დედა მოვისხავ. ეხლა ეს რაც ჩავიდა და დააკლდა აი კიდე ნახე ბუშტი ამოდის. ბუშტია თუ შოკოლადი? ბუშტი იყო. არ არის იული რა, როგორც მივხვდი, ის ვარდები ერთი ბეწოებია და ანუ ამოვა ხო რაღაცა. ეს რო სრულიად იყოს სავსე. კიდე ამოდის ბუშტები. ანუ სავარაუდოდ ყურების და თათების ადგილი არის ეგ. ბუშტები საიდანაც ამოდის. აბა სად აქვს ეს ბუშტები? ცხვირი? არ ვიცი. აჰა. მოკლედ უბრალოდ ეს მოვწმინდოთ, რომ ამოღების დროს ეს არ მიახმეს ზედ. ესე დავტოვოთ, ახლა ჩავასხათ მეორეში, მეორე პატარში. ეს არ გაცივდება ძალიან, იმიტომ რომ ანუ მუშაობის პროცესში, იმიტომ რომ ეს წყალში დევს, დუღებულში ცხელი არ ქვია მას. გავუშვათ მეორე. ძიას ვიზავ, ესე ცოტა მოუჭერ, რომ მე შევიდეს. ხო? აი ესე. და პრინციპით შევიმუშაოთ ცოტა. აი ესე. ესე უნდა, ესე აკეთებენ ხოლმე. კაი გოგო ხარ. ტვინი გაგეხსნა, ესე იგი გრილდება. ესე იგი მალე აგრილდება და მზეც თავის სიმხურვალეს დაკარგავს და წინასწარ მისკრება გული, რომ ესაა ეს. აგეც გონოთ, რომ რამე სვაცლიაცა ისინი აი ეს შოკოლადის რაღაცები მივაწუნწლე და არ მინდა რომ მე ხელში ცუდად მომხვდეს, თუმცა მაინც მივაწუნწლე ყველგან. მივაწუნკლე. აი ნახე, ისე რომ ქენი აღარ შვება. ნახოთ პირველ ჯერზე დათუნიები როგორი გამოგვივა, თუმცა ნახე ბუშტუკებს ხედავ. ბუშტუკებს ხედავ. კი, ორი ბუშტუკა ამოვიდა. გაწკდი. ასე. ანუ იმდენი რო ქენი საერთოდ რო არ ჩამესხა, იზავდა რა, ძალიან ბევრი ჩავასხდი. მეგონა რომ ამაშიც ბევრი ჩავიდოდა, რაღა დაგიმალოთ და მეგონა რომ ნუ ამაში ნუ ჩავარა თქმა უნდა. ბუშტუკები ამოდის და ამოდის. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ადამიანი რაღაცას რომ იწებს. ლაშა ნინო მანდარი? აი ესენი უნდა ჩამესხა და ვეძახდი და სად არის? ვაიმე, ვატყაპი თუინარი. და როგორ ძი? უმრი გასკესო.
მალე უნდა გადახვიდე და უძახე რა. ნინო! ვინმე? ფორმებში ვასხავ იმას. და ბარე მამის საშირო. აუ უძახებ რა. რაც საკეთებს. დიდი და თუნია. ისე მეგონა რომ ესა და ეს ტოლები უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა რო იყო ვიცოდი, მაგრამ ტოლები რომ უნდა ყოფილიყო, ემაგის ეჭვი მქონდა, მაგრამ აშკარად საკმაოდ იმას არ დავაკვირდი რა ქვია. მიცადე ესე უნდა. ესე უნდა გოგო. სახეზია შეისხა ხარ. ოჰო, ჯაიტია. რამდენითან? საქმის კეთების დროს რო ისურება რაღაცეები, მაგაზე ალერგია მჭირს და მინდა რომ მაგასთან ერთად მოვაწესრიგოთ. მე იმედი არ ამოპირქვალდება ეს საკმაოდ დამძიმდა. და მაინტერესა, აი ეს რატო აქ მეთქი ბრტყელი? დებილო, მასად უნდა დადო. შეიძლება 1-5 ესეთი დათუნიაც გამოსულიყო ხა ამით. რაც აქ დარჩა. მოდი ხა მას ჩავიყვან საყინულეში, რომ მალე ვნახოთ შედეგი და რო გაცივდება განა. ამას ისე დავტოვებ. ცოტა ხნით. არა, იგი არ დატოვებ. მანანა, იგი არ დატოვებ. ეს ისქენი, ასე. ეს. მაშინ ცოტა არ დამენანება გადავყავ. გაცივდება შოკოლადი. ამას ჩავაბრძანებ მე. საყინულეში და ნახოთ შედეგი. 1-10 წუთი დაკეთე. აჰა. ჩავაბრძანე საყინულეში. ნახოთ რა იქნება ესენი ნახე რა. სრული შემადგენლობა. რასაშები გოჭი, ჩემი გოჭი. სად არის გოგო? ჩემი პრინცესა გამოვიდა, როგორი პრინცესა მყავ ღმერთო. მე ჩემი გოგო. როგორი ხმები აქ ისევა ექცით. მე ჩემი გოგო. დედას გოგოა ის. იმი, წერტილო. სად არის თაგვი? შავი თაგვი სად არის? სად წავიდა, ვერ დავინახე. რისო, სად ხარ? აი, მე ტუალეტში ვიპოვეთ ხალხნო. არცა ჩანს. მან რასაკეთებ მან? არ დაგაცადეს? აი, პატარა ყაყაჩუა, ჩემი ჟავი ყაყაჩუ. მიაყარა. დებილო. აი, მე გამოდი რა. გამოდი რომ ვიგჭამო რა. აი, მე როგორ მიყვარს ეს ბავშვი. შენა, ხო, შენა. იმი, უყურეთ, პატარა ჭყეტელა ბიჭია. ბუერა. შეგჭამო. ესეც ჩემი ბიჭია. დაიზარდნენ და ნენელა ჯუმუჯინი. მოგკნეტავ თავს.
ღმერთო როგორ ცხელა. ღმერთო როგორ ცხელა. ვინც უნდა ის მითხას ეხლა ყელი დაისვანე. გადასვადო ყოლსანი. ოღონდაც არა. ოღონდაც. დარწმუნებლიები იყავით მასეთები, რომ ой მე წელი მედგინე. შოკოლადს შეჭამთ და ვერც ვერაფერს შემგეკეთებულს. აი ეგრე. გასკდით გულზე. ოსანამ ის გაიყინება, მინდა ერთ თემას შევეხო. ის ნახოთ შეიძლება მეორე ვიდეოშიც ამოვაძრო იმიდან. მოკლედ იყო თემები რამდენიმე ხნის წინ, წლის წინაც, როდესაც უარი თქვი რაღაცების გადაღებაზე. ის იქნებოდა ზეიმი, იყო რაღაცა შემოთავაზებები, მაგრამ თქვი უარი. იმიტომ რომ მაშინ ეს ტელეფონიც არ მქონდა. არამც თუ ეგ. რომელსაც ახლა ძირითადად ვიღებ ხოლმე ვიდეოებს. მქონდა Redmi Note 8 თუ 9. ძალიან მაგარი ტელეფონი იყო, კარგად მუშაობდა, კარგად იღებდა, ამაზე კაი კამერაც აქვს, მაგრამ დრო და ჟამმა თავის იქნა, მოკლედ შტერდებოდა და ამ შემდეგ, როდესაც ძირითადად მოსდის ხოლმე ეგეთი ისინი და მოკლედ ერთ-ერთი შემოთავაზება იყო, რომ გადამეღო ზეიმი, მე მგონი, ხო, ზეიმი. აი, აღარც მახსოვდა და მithქვია უარი. იმიტომ თქვი უარი, რომ ეხლა რატო დავეთანხმე ზეიმის გადაღებას? რომ მქონდა ტელეფონი, რომელსაც ვენდობი და რომელსაც აქვს შესაძლებლობები, რომ ავიღო ეგრეთ წოდებული პასუხისმგებლობა და გადავიღო. თუმცა იცით როგორ უნერვიულობდი და კინაღამ უარი თქვი. ნუ მოკლედ წლების წინ მithქვია უარი ამის გამო, რომ გამახსენდა ამის გამო, აი რის გამო ხა ელემენტარული დამატებით შემოსავალი რომ იყოს, რაზე იტყვის ხო ადამიანი უარი. უარს უარი რა. ხო და მე ვთქვი უარი, იმიტომ რომ ვერ ვენდე იმ დროის ჩემს ტექნიკას. როგორ მაგრად აიღო ტექნიკას. ხო და ეხლა თურმე იმ ვიღაცას უნახია ჩემი გადაღებული ზეიმი. ეხა ბაღის ზეიმი რო გავაკეთე ლამაზად და ძვირფასად და საყვარლად გამოშვება. ძალიან დიდი მადლობა ვინც ეს ყველაფერი მანდო მე და დამირეკეთ და მომწერეთ და მადლობა მშობლებს, მასწავლებლებს და ყველას აბსოლუტურად პატარა ბავშვებსაც კი ულამაზესებს, რომლებიც ჩვეულებრივ მომყვებოდნენ იმაში, რასაც ვეუბნეოდი და ძალიან მაგრები იყვნენ. ხო და პრეტენზია გამოთქვა, რომ ჩვენ უარი რატო გითხრა? მეო რა რაღაცა, ან ჩვენაო თუ რა ვიცი, მოკლედ გახსოვთ უარი რო გითხრა? კი არაფერს არ ვუხსნი, გეფიცებით თუ რამეს ვუხსნით ვინმეს, არა. ელემენტარული მაშინ რო ვუთხარი. თან მაგასთან არც მქონდა კონტაქტი, არ ვიცნობ. ვიცი ვინც არის, მაგრამ არ ვიცნობ. რო გითხარი, რომ არ მაქვს საშუალება, ამას ამბობს, ეს გითხარი 3 წლის წინ, ეხლა 3 წლის მერე, ნახე გადაუღია. შეეკაი ადამიანი ისე მფარნიანი ნუკიეთ ყوار ვიქნებოდია რა. როდესაც მინდა რომ რაღაცითგან ვითარდეთ, რაღაც შესაძლებლობები მეტი იყოს, ვიყიდე. ცოტა კი არ გადავიხადე. 1000 ლარი ვთხილი შენ ტელეფონში. მაგრამ თავისი უკვე ამოიღო ამ ტელეფონმა თავისი მუშაობით, ასე რომ მე ძალიან გმაყოფილი ვარ. ხო და არავის არაფერს არ ვუხსნი, ოღონდ მართლა. და ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის უარს ვიტყვი, სადაც ეს პიროვნება იქნება. ნაპრინციპო რო იტყვიან, ყოველთვის უარს ვიტყვი იმ ჯგუფის თუ კლასის თუ რაც არის იმის გადაღებაზე, სადაც ეს იქნება. ან თუ გადავიღებ, მაგას არა, ეგ სიბოროტეს არის ბავშვობაში. ხო, არა, ნახე სადღაცა ეშმაკმა ვილკა წამარტყა. სვაი როგორ თამაშობენ საყვარლად 3 კუსკუსა წერტილი. ხო და ხა მითხარით, გეხვეწები. ესე იგი ვიღაც შეკვეთა
ელემენტარული ავიღოთ პერანგზე. ეხა ერთი საროჭკა მაქვს დასახატი სჭირდება ბავშვს. და ვფიქრობ ან ამაღამ ან ხვალ დავხატავ. უფრო ამაღამ ვფიქრობ, რომ ფულიც კი მომცა და როდესაც ფულს მადლებენ ხოლმე, ანუ იმის ანაზღაურებასაც უნდა გავაკეთო, ძალიან მალე მინდა ხოლმე რომ ჩავაბარო, რომ პასუხისგებლობა 100 მაგად მაწევს ხოლმე კისერზე. ხო და ეხა ნახეთ ელემენტარული აქ შემეძრო არ ამეღო. ბოლო ზარზე რომ ხატავთ ის აროჭკებს, რომ ანუ ვიღაცა მომწერა, აუ მეზარება რაღაცა, არ ავიღო. ნუ მაგ შეიძლება, ხო სიტყვაზე რა მნიშვნელობა აქვს იმისთვის, მე რა მიზეზი მაქვს. ვერ დაგიხატავ, მე თქვა. ანუ ვაიმე ნახე იმან 2 წლის მერე დახატვა დაიწყო და მე უარი მითხრა, იგივე მითხრას. ხო მაქვს იმისი უფლება, რომ რაღაცა თქვა უარი. ხო მაქვს. აბა რა უნდათ? თან მიზეზი იციან რატო? თქვი მაშინ უარი. ეხლა არ მითქვია, იმიტომ რომ ვენდობი ჩემ ტელეფონს. კიდევაც რომ შემოთავაზები რაღაცების გადაღებას და დავფიქრდები და მივხვდები რომ ეს შემიძლია, გადავიღებ. აი ასე, რა ვიცი. ანუ ადამიანს საკუთარ ანუ ან ხო თქვა, ან არ თქვა, ან დაეთანხმო, კაი და ან თუა, ანუ ამაზეც უნდა ინერვიულო, ვაიმე მე რა სიტყვია. ვაიმე, ოღონდაც რა. საერთოდ მაინტერესებს. მომწონს შეკვეთა, მომწონს შეთავაზება, დავეთანხმები, ავიღებ, გავაკეთე. არ მომწონს, არ მაქვს სურვილი, ან არ მაძლევს შესაძლებლობას ჩემი ტელეფონი, ხა აპარატურა რო თქვა, ხა დამიჯერებთ რა აპარატურა ტელეფონი და სამფეხად გათ, ანუ ვუყურებ, რომ ხლა ყირთამალა არ გადაცვივდეთ. ხო, ანუ ეხლა მე გადავიღე, ჩემი გამოსაშვები ზეიმი გადავიღე სელფის ჯოხით და კამერით. ვისა, ტელეფონით. ძალიანაც კმაყოფილი ვარ ჩემი აპარატურით. ნახე, ეხლა ამას შეიძლება ეს მივწერო. არხის განვითარებისთვის შეგიძლია გააკეთო დონაცია, იმიტომ რომ მე აპარატურა მჭირდება, რადგან შენ მერე რომ მოგინდეს გადაღება, გადაგიღო, რომ 2 წლის მერე ყურში არ მომხვდეს მე მოტანილი ამბავი, რომ 2 წლის წინ კი არ გითქვი, ეხა თქვი, 2 წლის წინ რო უარი გითხარი, თუ 3 წლის თუ 4 წლის წინ რა ვიცი. ანუ რო აღარ გითხრა უარი, შეგიძლია დონაცია გააკეთო. ანგარიშის ნომერი არ მაქვს მითითებული, მაგრამ მომწერე. რა პრობლემაა? და მე ესეთ ადამიანებს პირდაპირ აი შემოთავაზებულიც არ აქვთ ხოლმე, რომ პირდაპირ უარს ვამბობ. არის ეგეთი. კი, წელს ვუთხარი ერთს უარი, რო დავფიქრდეთ, არ უნდა მეთქვენ, რომ საკმაოდ ახლობელია, არა, 2-ს ვუთხარი უარი. იმიტომ რომ რაღაცას რო აკეთებ, დაფასება აქეთ იყოს, ანუ დაგავადავალდებული, ვერ გავუგიათ რა უნდათ. ხო და აი არ მინდა და არ გავაკეთე. მიზეზს საერთოდ არ გეტყვი მიზეზს, რატო უნდა ჩამეძიო? ანუ ვერა, всё, მორჩა, არა. რა ვიცი. ჩემი აზრი ასეთი. ხო, ეხლა დაველოდები ცოტა ხანი კიდე და ამოვაბრძანოთ ჩვენი რა ქვია იმას დათუნიები. დაახლოებით 15 წელი უნდა მე დაახლოებით 15 წუთი გავიდა და აი ვერ ვითმენ. მინდა რომ ნახო რა გავაკეთე. დედა ისვენებს, ბავშვებს უთხრა რომ შორს არ წახვიდეთო და აქვე გორაობენ. გადმოხდება რომ მე მეუყურე. Это калионი. ჩემი რელაქსაცია ამას უყურებ. ნახოთ რა გავაკეთეთ და თუ გამოვიდა საერთოდ. ეხლა გამოვაბრძანოთ, შეიძლება გაგვიფუჭდეს, იმიტომ რომ ზუსტად ვერ ვნახოთ. აი რომ არ დავაცადე, თან რაღაცა მაგდაგვარი. უიდი, ეს არ არის დაბრიტული რა. იცი რა ვქნათ?
ნახავ იმას აქვია ერთს და მოდი ამას ჩავდებ და ეს ვნახოთ, კაი? იმიტომ რომ ამასობაში ამას თვაკლი არ დადნეს. აი ესე. ყველა რო არ დავაფუჭოთ ტყუილა რა. ხოდა ხა ვნახოთ ჩვენი შედევრი. ჩვენი დათუნიას შედევრი რანაირად ხართ კაცო. ერთი წამით ვნახოთ ჩვენი დათუნია რა გამოვიდა. ჯერ უნდა ესე გვერდებიდან მოვხსნათ ნაზად და მეშინია რომ გავაფუჭებ. რატომღაც ოღონდ ძალიან სწრაფად უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ცხელა და შეიძლება გავაფუჭოთ ოღონდ მართლა. როგორ ვქნა? მისრიალებს. აი მე ხელები ვერ ვიღებ. რა მჭირს ხალო, რა გჭირს? აი მე დავიმოვადეღე. ახე. ვაი მე რა საყვარელი, ტანია უსაყვარლესი ხალხნო. აი მე ტანია უსაყვარლესი დამნახე. არ არის შიგნით კარგად გაყინული და მაგის ბრალია. კაია რომ ისინი ჩავაბრუნე უკან. აი მე რა საყვარლობა რო იცოდეთ. ეს არ გამოგვივიდა. ან ვიცი რა უნდა ვქნა? ესე უნდა დავიჭირო და აი მივაწვე თავი და რომ ამოხტეს. აი ესე. კაია რომ ისინი შევაბრუნე. მაშინ წყალს ჩავაყენე. აი ჭკვიანია თემურა. რატო გამომიგზავნა 2? იმიტომ რომ ერთი რო გაგიფუჭდება ყვაბუეთი ხარჯერაო, მეორეში გნახეო, მეორეს ცადეო, ამიტომ გამომიგზავნა 2 ცალი. ხოდა ეხა დაგებშტობებით. და ნამდვილი დათუნიები ნახოთ მესამე ვიდეოში, ან ამის მერე ვიდეოში.